გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. ვისაც აინტერესებს პირადად კონსულტაცია, შეგიძლიათ მომართოთ პროფილში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, კონსულტაცია ტარდება ვიდეო ზარით, შესაძლებელია პირადი მიღებაც, ლოკაცია თბილისი. და რაც შეეხება დღეს გაშლის თემას, გვექნება ესეთი საკითხი, რისი ცოდნა დღეს თქვენთვის აუცილებელი, ანუ მესიჯი სამყაროსგან, გვექნება სამი ვარიანტი. ძალიან შემიყვარდა ეს ორაკული და კიდევ ერთი მაქვს შამანის ორაკული. სხვათა შორის ძალიან მოლაპარაკე, საინტერესო დასტები არის. და გვექნება ასევე სიგნიფიკაცია, ანუ წინა ისტორია, წავიკითხავთ რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში და პასუხი კითხვაზე რა უნდა იცოდეთ, რას მიაქციოთ ყურადღება. ვნახოთ რას გვეწყვის და ორაკულის პასუხს რა თქმა უნდა გავხსნი ბოლოს, რისი თქმა უნდა სამყაროს თქვენთვის. ვნახოთ ჯერ პირველი ვარიანტი რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. რა სიტუაციაში იმყოფებით და მერე ვნახოთ რისი თქმა სურს სამყაროს. ჩემო კარგებო, აი აქ შეგრძნება ჩნდება და ისეთი სურათი იქმნება, რომ აი წყიპზე რო ადამიანი და აი სადაცაა მოთმინების ძაფი უნდა გაუწყდეს, დაიღალეთ ჭკუების სწავლებით, ვიღაცები თითქოს სისტემატიურად ჭკუას გარიგებენ, მიგითითებენ რა აკეთოთ, როგორ აკეთოთ. უმრავლესობა თქვენგანი ძალიან აქტიურად მუშაობს, ფიზიკურად შეიძლება გონებრივად, მაგრამ დაძაბულ დამღლელ რეჟიმში მუშაობს და ეს ერთმანეთში გადაიხლართა ყველაფერი. თითქოს იქ ოჯახის მხრიდან, ნაცნობების ახლობლების მხრიდან, საყვარელი ადამიანის მხრიდან არის ზეწოლა, რაღაც აი ტვინის ბურღვა სისტემატიურად და მოკლედ აი რაღაც აი დაძაბული სიტუაცია ძალიან თქვენს გარშემო და აი ერთი დაქუხება რა, ერთი დაღრიალება, ლომი რო დაიღრიალებს სავანაში, აი ესე გჭირდება თითქოს გამოფხიზლება, აი იმ ზღვარზე ხართ უკვე რო ყველას მიუჩინოთ თავისი ადგილი, რაღაცების გამო ითმენთ ყველაფერს, მაგრამ პლუს ამას ძალიან აქტიურად მუშაობთ, როგორც ხედავ, მატერიალური სფეროც თქვენი და თქვენი ოჯახის ძირითადად არის თქვენზე დამოკიდებული და იბრძვით იმისთვის, რომ გქონდეთ ნათელი მომავალი, გარანტირებული მომავალი, მაგრამ აი ეს ზეწოლები ძალიან მაშვება. გაწუხებთ და ზღვარზე ხართ, წყიპზე ხართ, რომ დაასრულოთ ეს ყველაფერი. ვნახოთ აბა სამყაროს რა მესიჯი აქვს თქვენთვის და რისი თქმა უნდა და გავხსნით მერე ორაკულს. რა უნდა იცოდეთ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რა არის თქვენთვის სამყაროს აზრით. ყურადღება მიაქციეთო, ჩემო კარგებო, თქვენი ოჯახის თემას, ვინც იმყოფება ქორწინებაში, მათთვის შესაძლებელია ახლო მომავალში მიიღოთ სერიოზული შოკი და გულის ტკენა. აქ ისეთი მომენტია, თითქოს ვიღაც არ გიშვებთ, არ გთმობთ, მაგრამ იქ ცალკე მას თავისი პირადი ცხოვრება აქვს, ეს არის მათთვის, ვინც დაქორწინებულია, ეს ინფორმაცია. ვინც არ იმყოფება ქორწინებაში, შესაძლებელია ახლო მომავალში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც არის უკვე ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს გპირდებათ, თითქოს ვარსკვლავებს მოგიწყვიტავთ სიდანო, ამ კარტის თავისი კლასიკური გაგებით ახსნა კი არა, ეხლა მხოლოდ ნახატის მიხედვით ახსნა მომინდა, ვარსკვლავებს გპირდებათ ზეციდან მოწყვეტას, არის რაღაცა იმედები, მოლოდინები ამ ადამიანის მხრიდან. ეს შესაძლებელია მეუღლესაც ეხებოდეს, რომ აი გამოსწორებას გპირდებათ მომავალში რაღაცას, რომ აი თუ თქვენზეა დამოკიდებული ეკონომიურად, რომ აი მეც ამას გავაკეთებ, ამას ვიზავ, ამას ვიმუშავებ და ასე შემდეგ. მაგრამ გელოდებათ ძალიან დიდი იმედგაცრუება, ჩემო კარგებო, დიდი შოკი და უნდა გაფრთხილდეთ აი ამის შესახებ
გამცნობთ სამყარო ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანს, ვისაც ძალიან ახლობლად თვლით, თუ კანონიერი მეუღლე არ არის, ოჯახის წევრია, ან ოჯახთან გაიგივებული ადამიანი და გელოდებათ დიდი შოკი. აქ ასევე ერთი ნიუანსი იკვეთება, რაიმე საეჭვო გარიგებას არ მოაწეროთ ხელი, ვიღაცა შეიძლება გპირდებათ იმას, რომ თქვათ ჩადეთ თანხა რაღაცა ბიზნესში, ან სახლი დავაგირაოთ, ან რაღაცა ესეთი, უკვე ეკონომიურ მხარეს გულისხმობ და შეიძლება ეს იყოს ძალიან დიდი ავანტიურა. ჩემო კარგებო, მაგრამ აი ამ სტრესის და შოკის გადაგორების შემდეგ იცოდეთ, რომ მოგეცემათ შანსი, ახალი საწყისები, სადაც თქვენ იქნებით ყველაფრის მართველი, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია, მაგრამ თავარი არ აყვეთ ემოციებს და ყველაფერს მიუდექით წაღი გონების მხრიდან და გარისკავთ. ანუ თავარი მესიჯი არის მიაქციეთ თქვენს გარემოცვას ყურადღება. სამყარო კიო გვეუნება, რაზე გვეუნება ეს თქვენთვის უფრო გასაგები იქნება. აუცილებლად უნდა შეიტანოთ ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. რაღაც ახალი შემოთავაზება იქნება რომანტიკული თვალსაზრისით. მზად ხართ უკეთესი ცვლილებებისკენ და საერთო სურათი, რასაც გვაჩვენებდა, რომ აი დაიღალეთ და აი ეს რაღაცა ზეწოლები და ისინია თქვენს ცხოვრებაში, აი ეს ყველაფერი უნდა შეცვალოთ და არ დაიხიოთ უკან, რადგან მზად ხართ ამ ცვლილებებისკენ და ყველაფერი ისე იქნება და აქ პეპელას ხედავთ ალბათ კარტაზე, პეპელა არის ტრანსფორმაციის სიმბოლო, გარდაქმნის სიმბოლო და თქვენ გელოდებათ ზუსტად ეს ტრანსფორმაცია გაბრწყინდეთ, მხრები გაშალოთ, ფრთები გაშალოთ და იყოთ ბედნიერი. უნდა შეცვალოთ ეს სიტუაცია თქვენს გარშემო და როგორც აღნიშნეთ, ყურადღება მიაქციეთ გარემოცვას. ვიღაც ძალიან ცუდად ერევა თქვენს ცხოვრებაში და ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენზე. წამიც და ხელი გადმოვაბრუნე, მაგრამ არ დამინახია, არ მილაპარაკეთ, ბოლოს გავხსნათ, ნახოთ მეორე ვარიანტი. რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში? ჩემო კარგებო, მთავარი მომენტები, რაც ახლა მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში, არის ის, რომ ვიღაცასთან გაქვთ ესეთი დაძაბული ურთიერთობა, პარტნიორობას ეხება და არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს პირადი ცხოვრება და სასიყვარულო თემა. ნებისმიერ შემთხვევაში პარტნიორობას, სამსახურში, მეგობრებში და ასე შემდეგ ურთიერთობები აქვს მთავარი, ასევე სასიყვარულო ურთიერთობები. უფრო მეტი წილი მოდის იმაზე მაინც, რომ ყავთ ვიღაც მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი, შეიძლება აი პიროვნება, რომელიც არის და არც არის თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა ეჭვიანობის მომენტებიც არის, რაღაცა ცოტა ისეთი კონფლიქტური სიტუაციებიც არის და არც არის. აი ეს ფრაზა არის და არც არის. არის ანუ ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად აი გიჩიჩხინებსო რა, აი ვიტყვი რომ გიჩიჩხინებს, რაღაცა დისკომფორტს გიქმნით. დიდი ინტერესი არ გაქვთ ამ ადამიანის, მაგრამ თითქოს აი სავალდებულო ურთიერთობა, აი რაღაცა ესე დავარქმევდი მოვალეობასავით, იძულებასავით, რომ ამ ადამიანთან გქონდეთ გარკვეული წილი, გარკვეული სახის ურთიერთობა რაღაცა დოზით. და არ იცით რა მოუხერხოთ ამ ყველაფერს, თითქოს ამ ადამიანის საქციელები ამოგივიდათ ყელში. დიდი ხანია ფიქრობთ, როგორ მოიშოროთ თავიდან, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ. რადგან ეს სულიერ სიმშვიდეს თქვენ კომფორტს და კომფორტის ზონას ძალიან არღვევს ეს ადამიანი. აი ვიტყოდი, რომ ეჩრება თქვენს საქმეებში. აი ეს არის დღეს თქვენი მთავარი დილემა, ასე ვთქვათ. და ვნახოთ სამყარო რას გეტყვით, რას მიაქციოთ ყურადღება. ეს არის წინა ისტორია, ანუ სიგნიფიკაცია, რომ მიხვდეთ თქვენთვის არის თუ არა ეს ვარიანტი, ზოგადად და ეს გაშლა. და ვნახოთ ახლა სამყაროს მესიჯი. ჩემო კარგებო, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და ეს მომაბეზრებელი ადამიანი ძალიან, ასე ვთქვათ,
მეათე ხარისხოვანია თქვენს ცხოვრებაში, როგორც ჩანს, ყურადღება უნდა მიაქციოთ ზოგადად ტრანსფორმაციას, თქვენ უნდა შეიცვალოთ. როგორც ჩანს, ხართ მომთმენი ადამიანი, რადგან ეს პიროვნება, როგორც აღმოჩნდა, ეხლა რასაც უყურებ, არ არის ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში, არის უფრო მნიშვნელოვანი პიროვნებები და მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელთანაც გაქვთ სტაბილური ურთიერთობა. რა სახით, რა ფორმით ამას ვერ დაგიკონკრეტებთ და გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი და ეს ადამიანი თითქოს რაღაც აი გაკვეთილივით არის თქვენთვის მანიშნებლად მოცემული სამყაროს მიერ, რომ დაიწყოთ პირველი ნაბიჯები იმის, რომ სადაც მომაბეზრებელი ურთიერთობებია და ვიღაცები თავს გაბეზრებენ, რაღაც სიტუაციები მაგალითად დრომოჭმულია, თქვენთვის არ არის სასურველი და არაფერში გაწყობთ და გამოგადგებათ, დაამთავროთ იქ ყველაფერი, მოიშოროთ ესეთი ადამიანები და სიტუაციები თავიდან, როგორც ჩანს გიჭირთ უარის თქმა, ცოტა ხისტად მოქცევა გიჭირთ ძალიან და ამაზეა მინიშნება, რომ უნდა შეიცვალოთ და სადაც საჭიროა სიხისტე გამოიჩინოთ, რადგან მომავალში ეს ძალიან დაგჭირდებათ და იქნება თქვენ სიტუაციაში, თქვენ ცხოვრებაში სიტუაცია, როდესაც აი აქ დაწყებული არა და ვიღაცებისთვის თავისი ადგილის მიჩენა იქნება თქვენთვის სტარტი იმის, რომ უფრო მეტად სერიოზულ სიტუაციაში, სადაც საჭირო იქნება უარის თქმა და გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება, იქ შეძლოთ ან უარის თქმა, ან კის თქმა და ასე შემდეგ. მიაქციეთ ასევე ყურადღება იმას, რომ ვიღაც ადამიანი, ვისთვისაც პრიორიტეტულია და ნაცნობია სიტუაცია, ეს რა თქმა უნდა იქნება კონკრეტულად მათთვის, წარსულიდან ცდილობს ვიღაც ადამიანი დაბრუნებას. ან გამოჩნდება ისეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, აქ ოჯახის წევრზეა ლაპარაკი, შეიძლება ყოფილი მეუღლე, დიდი ალბათობით. თითქოს შეეცდება ისევ თქვენს ცხოვრებაში შემოჭრას და აქ რომ იყოთ ძალიან კონკრეტული და თუ კი ეს ადამიანი არ გაწყობთ და არ გინდათ შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში, არავითარ მანიპულაციებს არ წარმოეგოთ და ძალიან ხისტად უთხრათ უარი, განსაზღვროთ, რას მოგიტანთ თქვენ ეს ურთიერთობები. ასევე შესაძლებელია მსგავსი ანალოგიური სიტუაციის განმეორება, რომელიც ერთხელ იყო თქვენს ცხოვრებაში და ამან ძალიან სერიოზული დისკომფორტი შეგიქმნათ და პრობლემები შეგიქმნათ, განმეორდეს იგივე მსგავსი სიტუაცია და ამისთვისაც უნდა იყოთ მზას. აი ამას გამცნობთ სამყარო, იყავით მზად და ისწავლეთ ტოქსიკური ადამიანების მოშორება. რადგან მომავალში, აი მცირედით დაიწყეთ, რომ მომავალში მზად იყოთ იმ სიტუაციისთვის, რომელიც შეგექმნებათ აუცილებლად და იქ უნდა თქვათ უარი, არა. და არავის არ მისცეთ უფლება იმანიპულიროს თქვენით და რას გვეუბნება ორაკული რაღაცასო საკუთარი გული, ინტუიცია, შინაგანი ხმა რაღაცას კარნახობთო, ჩემო კარგებო, მოусმინეთ საკუთარ ინტუიციასო, იმუშავეთ ამაზეო, რადგან თქვენმა ქვეცნობიერმა ყველაფერი წინასწარ ძალიან კარგად იცის და იმასო, რასაც გეუბნებიანო, გვამცნობს ორაკული, ძალიან ყურადღებით მოусმინეთო, თქვენი ნიჭი გამოიყენეთო, როგორც ჩანს, მეორე ვარიანტი, ვინც მიყურებს, გამოირჩევა ძლიერი ინტუიციით და უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და არ შეცდებით. ყურადღება გამახვილეთ იმაზე, თუ ვინ რას გეუბნებათ და აი ამ დროს რას გიკარნახებთ თქვენი ინტუიცია. მაშ ასე მესამე ვარიანტი, ვნახოთ მაინც ამოვაბრუნე, მექანიკურად არაუშავს. ნახოთ ჯერ წინა ისტორია, რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში. ჩემო კარგებო, როგორც ჩანს, ძალიან ხანგრძლივი პერიოდი, იღწვოდით, მუშაობდით, იბრძოდით რაღაც კონკრეტული საქმისთვის და ცოტა ხნის წინ მიიღეთ სასურველი შედეგი, მიიღეთ რაღაც ინფორმაცია, რომელმაც ძალიან გაგახარათ,
აქ რატომღაც ასევე ვხედავ ფორმიან ქალს, ეს შეიძლება მოსამართლე იყოს, პოლიციელი, სამხედრო, მაგრამ ფორმიანზეა ლაპარაკი. მთლიანად შესაძლებელია ისიც ვივარაუდოთ, რომ რომელიღაცა კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში იყო სასამართლო დავა, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა. ასევე შესაძლებელია რაღაც სიტუაციაში დაგეხმარათ თქვენი ძველი ნაცნობი მეგობარი ან ადამიანი, რომელიც ნათესაურ კავშირშია თქვენთან და აი ეს მძიმე ტვირთი, რისთვისაც იბრძვით დიდი ხანი, აი ამ ტვირთის გადაგდებაში დაგეხმარათ. მართალია ცეცხლის 10-იანი თითქოს ხურავს ამ იმას, რა ქვია, კომბინაციას, მაგრამ 10-იანი ყოველთვის არის დასასრული მძიმე სიტუაციის, ანუ რაღაცა სიტუაცია კულმინაციას აღწევს. თუ პოზიტიურ ენერგიებზეა ლაპარაკი, პოზიტიურ ემოციებზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ზენიტშია ეს ყველაფერი, მაქსიმუმია და ასევე ხმლის 10-იანი და ცეცხლის 10-იანი რთული მომენტების კულმინაციას ნიშნავს და ამის იქით უკვე იწყება გათავისუფლება, მთავრდება, ანუ მაქსიმუმია და ამაზე რთული მდგომარეობა აღარ იქნება, მაგრამ როცა ვეყრდნობი ჩემს შეგრძნებებს და ჩემს ინტუიციას, გეუბნებით, რომ ეს არის დასასრული რაღაცა რთული მომენტის თქვენს ცხოვრებაში. იყო რაღაცა ძალიან კარგი ინფორმაცია და ვიღაც დაგეხმარათ ფორმიანი კონკრეტული. შეიძლება შემოკარგებო თქვენ თვითონ ხართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რაღაცა ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგიწიათ, არჩევანის გაკეთება მოგიწიათ, მაგრამ ეს ტვირთი მოიშორეთ, რასაც ქვია. არ გადავალ ახლა პოლიტიკურ განხილვებში, მაგრამ რაღაც ესეთი ისიც წამოვიდა, რომ ვიღაცამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მაშ ასე, ვნახოთ სამყაროს მესიჯი თქვენს მიმართ, თქვენთვის, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ყველაზე მთავარი რა არის დღეს? ჩემოკარგებო, აი ამ ისტორიის გაგრძელება, შესაძლებელია სულ სხვა რაღაც დამოუკიდებელი ინფორმაცია ამოსულიყო, მაგრამ იცოდეთ, აი ეს მძიმე გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ და თითქოს ტვირთი მოიშორეთ თავიდან, აი ამას დავარქმევდი და სამყაროს პასუხით ზუსტად ამას აგრძელებს, ამ იდეას. ნუ არ იყვყმანებთ, ნუ იეჭვებთ, თუ არ დამდგარა ეს ფაქტი და პოსტფაქტუმ არ ვკითხულობ და ეხლა ხართ ამ ეტაპზე, დაუსვით წერტილი იმ სიტუაციას, რაც ესე მძიმეა თქვენთვის და უკვე გიჭირთ თრევა ამ ტვირთის და იცოდეთ, რომ ეს არის გარანტი მომავალი წარმატების, ჩემოკარგებო. აი აბსოლუტურად მოულოდნელად შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, სულ სხვა მიმართულებით წარიმართება, სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდებით, ასე ვთქვათ, და აქტიური მოქმედებები დაიწყება. თქვენი ცხოვრება არ დამთავრდება აი ამ ეტაპზე იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა პერიოდი, შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაცა პერიოდი არაფერი სიახლეები არ იქნება, შეიძლება მომავალზე ფიქრები გთრგუნავთ, მაგრამ ეს ასე არ არის. აი ამ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად რადიკალურად უკეთესობისკენ იცვლება თქვენი ცხოვრება და უამრავი გეგმა ახალი ფურცლიდან დაწყება ყველაფრის, სუფთა ფურცლიდან და ძალიან აქტიური სასიამოვნო ურთიერთობები გელოდებათ, შეხვედრები გელოდებათ, პარტნიორობა გელოდებათ, ვისთვისაც პრიორიტეტია პირადი ცხოვრება, პირად ცხოვრებაშიც წარმატება გელოდებათ, შეხვდებით საინტერესო ადამიანს, ან გამოსწორდება ურთიერთობა თქვენს არსებულ პარტნიორთან და უკეთესობისკენ წარიმართება. ასევე უფრო მაინც სამსახური და სოციუმს გულისხმობს, სულ სხვა ადამიანებთან აღმოჩნდებით, სულ სხვა სივრცეს დაინახავთ, ჩემოკარგებო, ასე რომ არ შეგეშინდეთ ცვლილებების და ვნახოთ ორაკული რას გვეუბნება. კორუმა დაცვა, ჩემოკარგებო. არ ვიცი ეს რა დაცვაზეა ლაპარაკი კონკრეტულად თქვენთვის, ვინც მისმენს, მაგრამ საფრთხისგან, ნეგატიური მოვლენებისგან დაცული ხართ. ეს შეიძლება იყოს თქვენი წინაპრების ძლიერი შტო და თქვენი საგვარეულო ხე,
ეს შეიძლება იყოს თქვენი მფარველი ანგელოზი ძალიან ძლიერი, შეიძლება თქვენი შინაგანი ენერგეტიკა და ძალა და პირდაპირ ამულეტებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, შეგიძლიათ ვისაც არ აქვს და აქვს სურვილი, შეიძინოთ ამულეტი, გააკეთებინოთ, მაგრამ გირჩევთ რომ ესე მაღაზიებიდან და შეკვეთებიდან არა, თქვენთვის სასურველი, სამკაული რამე აუცილებლად ნატურალური მასალის, ეს იქნება ნატურალური ქვით დაწყებული თუ ხით დაწყებული, მაგრამ ბუნებრივი მასალა უნდა იყოს და რაც უფრო მყარია მეტალი და ქვა, მით უფრო მეტის ჩატვირთვა შეუძლია ენერგიის მიღება და მე მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც ამას ჯერ გაწმინდავს თავდაპირველი ენერგიიდან, ანუ იმ ადამიანების ენერგიიდან, ვინც შექმნა, ვინც ხელი მოკიდა, ვინც გაყიდა, ვიღაც არჩევდა იქ დატევა თავის ენერგია, ამას გაასუფთავებს და ჩატვირთავს პოზიტიური ენერგიით, კონკრეტულად გააქტიურებს თქვენი დაცვისთვის. ამაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ასე რომ გისურვებთ უყველას წარმატებებს, გისურვებთ სამყაროს კეთილგანწყობას და ეს რა თქმა უნდა დამსახურების მიხედვით არის და ყოველივე სიკეთეს ველოდები გამოხმაურებას და საინტერესო თემებს გაშლისთვის.